საქართველოში მამაკაცები თავს სუვლიან, თუმცა აღიარება უჭირთ. შესაბამისად, რესპონდენტის პოვნა რთულია და თან საკუთარი თავის მოვლაც ხომ არ არის საკმარისი. იმდესაც უნდა წარმოადგენდე, რომ სხვას რჩევა მისცე. სწორედ ამიტომ გადაცემის სტუმრად მომღერალი მარკუს მეტრეველი შევარჩიე. მოგესალმებით. Ძელდება ჩვენი საუბრები მოდასთან ცნობილ ადამიანებთან ერთად. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის მარკუს მეტრეველი, სექსუალური მომხიბლელი, მოდური ბიჭი. ხო შეიძლება ბიჭი რო დაგიწახო? აბარა. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. შენ როგორ გამოიყურები? ნუ აი ვერ გიყურებ უბრალოდ. არა, მიყურებ. შენ ლამაზად და ესთეტურად ძალიან სექსუალურად გამოიყურები, რა ძალიან მაგარი. დიდი მადლობა და შენ საოცრად გამოიყურებ და იმიტომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. მარკუს, შენ მოღვაწეობდი საბერძნეთში და სხვათა შორის გაქვს ბერძნული სტილის გავლენა, იმიტომ რაღაც კუთხით მე ახლოს ვარ მაგ ქვეყანაში და სხვა შორის ამბობენ, რომ ბერძენი მამაკაცები საოცრად იმოსებიან. აი ძალიან, კი. ერთ-ერთი გამორჩეულები არიან. ქალბატონებსაც კი სჯობიან. კი, იმიტომ რომ იმდენად გემოვნებიანი ერია, მამაკაცებს ვეხედო, ხო? ვერ ნახავ ქუჩაში რომელიმე მამაკაც რომ იყოს მოუწესრიგებელი, დაუვარცხნელი და აი ვიზუალურ ხარ ძალიან დიდ ყურადღებას და შოპინგობდი შოპინგი არის, მე რა ავանդობყოფი შოპინგის, ნებისმიერი ბოლო თეთრი შეიძლება დავხარჯო შოპინგის გულისთვის. აქვს მას ის, რასაც ვარსკვლავური იმიჯი ეწოდება. გარდერობში ყველა ბრენდი იყრის თავს. ყოველდღიური ლუკის აწყობისას უყვარს დემოკრატიული ბრენდების და მოდის სახლების სამოსის შერწყმა. რაც შეეხება ბრენდებს, ევროპულ და მსოფლიოს ბრენდებს თუ ავიღებ, ძალიან მიყვარს Discord, აუცილებლად ძალიან მაგარია. ნუ უფრო პრეტაპორტეს თუ ავიღებ ყოველდღიურ ჩაცმულობას, ძალიან მიყვარს. ნუ დიზელი, გას სხვადასხვა საქართველოში იცახე რომ Zara ძალიან დაბალი დონის ბრენდია, მაგრამ ძალიან ხშირად გამოვიყარებ Zara-ს. თითქოს ყოველდღიურ ჩაცმულობაში ვანიჭებ Zara-ს ოპერატესობას. სხვადასხვა შე როგორც გემოვნებიანი ქართველი მამაკაცი, შეგიძლია რჩევები მისცე მამაკაცებს ძალიან თავისუფლად. მე ვურჩევდი რომ იყვნენ ინდივიდუალურები, აუცილებლად, რომ გამოირჩეოდნენ, აუცილებელი არ არის ჭუჭყიანი ჯინსი, 50 დღის გაურეცხავი, ეცოს სრულიად მთელ ერს. სხვადასხვა ფერებით შეიტანონ თავიანთ გარდერობში და ცხოვრების სტილში. ჩაითვალ უფრო ღია ფერები, არ არის აუცილებლად შავებით, სულ დავაკომპლექტოთ ჩვენი გარდერობი. ფერები აუცილებლად ინდივიდუალიზმი და ცოტა დაუსვან ხაზი თავიანთ მონაცემებს, ვიზუალურ მონაცემებს. რაც შეეხება საკუთარი თავის მოვლას, შენ მაგალითად როგორ უვლი თავს? თავის მოვლა. ყველაფრის განხევა არ არის აუცილებელი, გვაქვს ჩვენი საიდუმლოებებიც, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქალბატონებსაც, მაგრამ არის რაღაცები, რაც სიამოვნებაა, რომ სხვასაც გაუზიარო. ვარჯიში, სწორი კვება, სწორი ძილი, სწორი სექსი, ჯანმრთელი. სექსი აუცილებელი. სექსი აუცილებელი, კი. და რა თქმა უნდა ის ლამაზი სამოსი, რომელიც გაალამაზებს ხელს. რამდენიმე წლის წინ მარკუს მეტრეველმა არც მეტი და არც ნაკლები საკუთარი იმიჯით მოახერხა გაეოცებინა დისკვერდის მოდის სახლი. ჩვენ წამოიღე ლუკები, ხო და შევძლებთ რომ მივცეთ რჩევა. ერთი შარვარი, რომელსაც შევიცვენ, ეს არის დისკვერდმა მაჩუკა 2 წლის წინ. ექსკლუზივია, მე მგონი ეს არ გაგიმხელია, რომ დისკვერდი ჩვენი უსაყვარლესი ძმები ჩუქნიან მარკოს. ნუ მაჩუკა პირადად არა, მისმა მენეჯერმა მაჩუკამ და მის კოლექციაზე ვიყავი მისული და იმდენად აღთოვანდი, რომ შევედი კულისებში, მიულოცე და რომ დამინახა რაღაც იმიჯი მოეწონა ჩემი და მაჩუკა ეგ ჯინსი და ძალიან ბედნიერი იყო. მარკომ ლუკი შეიცვალა. შეიცვალა, როგორ მოგწონართ? არა ჩვეულებრივი ხარ. ხო დროა ჩამოთვალო რა გაცვია და ვინ გაცვია. კარგი, ახლა შერეული იმიჯია. Adidas-ი, Monster, Discord. პერანგი? პერანგი ასზე არ დამიფიქსირებია. აი ეს არის ზუსტად Zara. აი ეს არის ზუსტად ძალიან მაგარი, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი გეცვას მოდის სახლის ან ერთი ბრენდის. შეგიძლია თუ არა დაასახელო შეძვის ეს გამორჩეულად რომელი ქართველი იმოსება, არ არის აუცილებელი ერთი, მაგალითად რამდენიმე შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, იმედია არ ეწყინებათ არც ქალბატონებს, არც მამაკაცებს. რაც შეეხება მანდილოსნებს, პირველი არის ჩემთვის ნანი ბრეგვაძე.
რომელიც არის კლასიკური მაგალითი ქართული მანდილოსანის როგორ უნდა შეიმოსოს სცენაზე. ასევე ძალიან მომწონს ლელა წურწუმიას იმიჯი. შენი იმიჯი, როგორც ახლა გამოიყურება, მინდა რომ აი ესეთ ლამაზ ქალებს უყურებდი ყოველ დღე საქართველოში. ჩვენი სკეის წარმომადგენლებიდან აღნიშნავ, რომ ძალიან კარგია რატ დურგლიშვილი. ყველა შოუ-ბიზნესში ვინც არის და ვინც მოღვაწეობს, ამ ბოლო ხანებში დახვეწეს თავიანთი გემოვნება და ცდილობენ რომ კარგად გამოიყურებოდნენ. თუმცა რაღაცეები მაინც ეშლებათ ხოლმე, ფერების შეფარდება, სამოსის ერთმანეთზე შეწყობა და აწყობა მოდელის. ჩემი შემდეგი რუკი არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული დიზაინერი საბერძნეთში, მიხალი ასლანის შარვალი. მან ძალიან დატოვებდა ჩვენს სამყაროს, მაშინ მაჩუკა თავისი შარვალით, თავისი ჯაჭვის პერანგაც. შენ შემდეგი ლუკი თავი მომიყევი ხო ამ ლუკზე და აი მაგალითად მამაკაც მოეწონა სამოსი, თუმცა ამ შემთხვევაში შენ გაცრია, მაგრამ მაინც შევისახეთ, ვისაც მოეწონება, აი სად უნდა ჩაიცვას ესეთი ლუკი. რა თქმა უნდა, ახლა ესეთი ლუკი უნდა ჩაიცვას მომღერალმა სცენაზე და თუ რამე ესეთი ძალიან გამორჩეული საღამოა, ანუ რომელიმე დიზაინერის ჩვენება, კოლექციის ჩვენება შეიძლება რომ შეიმოსოს მამაკაცმა ესე, მაგრამ მე უფრო სცენას მივეკუთვნები და ამიტომ მომღერლებს ვურჩევ რომ იყავით ინდივიდები. მე ვფიქრობ რომ სცენა იმდენ არის ამაღლებული რომ აუცილებლად გამოიყურებოდეთ განსხვავებულად, იმიტომ რაღაცა გვაქვს სათქმელი მაყურებლისთვის, ხო? თუ შესაძლებლობა არ აქვს, მაშინ ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ გაირეცხოს ეს ჯინსი და სუფთად მაინც დავდგეთ სცენაზე. ой, როგორი საიდუმლო გამოიტანა მარკოსმა სცენიდან, ანუ ესთებიც ხდება, დავიჯერო. ხდება თან ძალიან დიდი დოზით, მერსი. შეიძლება ხა შენ არ იცი და არ გაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ სამწუხაროდ ხდება. განათება არის ხოლმე და ხომ უყურებუამდე. სამწუხაროდ ხდება, ხანდახან სუნიც კი გაწუხებს. ზოგადზე გიდგას. კი, სამწუხაროდ ეს ხდება და მე მგონი ვინც იცის ეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი თუ ვინმე უყურებს ამას, მოდელებსაც აქვს ეს პრობლემა. მე მაცვია გიზი, მე აი ამ ბრენდს ვანიჭებ უპირატესობა საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ჩემთან, ჩემს მესთან ახლოს ძალიან კარგად არის, ძალიან კომფორტულად გზნობ თავს. და ბოლოს რჩევა მარკუს მეტრეველისგან Fashion Time-ის მაყურებელს. ეხლა შენ ისეთი ფანტასტიკური ლუკი გაცვია. ეს მხარი სად გაცვია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც თბილისის ქუჩებისთვის მენანება. ამ ლუკით დავდივარ ძირითადად საღამოებზე, განსაკუთრებით საღამოებზე, რომელიც ეწყობა ძალიან ხშირად თბილისში. შარვალი არის ჩვეულებრივი ყოველდღიური სახმარი, რაც შეეხება ზედა სამოს, რომელიც შეიძლება ჩანთათაც გადაკეთდეს ეს, წარმოიდგინე, აი უკან როგორია. ეს შეიძლება გადაკეთდეს ჩანთათაც. კარგი, მაშინ მოკლედ ბოლოს რჩევა მარკუსისგან ქართველ მამაკაცებს მაინც ბოლოს აი რას ურჩევა ის ბოლოს რჩევა ეგრეთ ხო? კი ბატონო. ბოლოს რჩევა მარკუსისგან ქართველ მამაკაცებს და ასევე ქალბატონებს. როგორი ქალბატონები ხიბლავს მარკუს Fashion Time-ისთვის? მე მხიბლავს რა თქმა უნდა ქალები, რომლებიც არიან ძალიან მოწესრიგებულები, სუფთები, სექსუალურები. ვისაც არ აქვს ახეული, მოდი ავიხიოთ ულვაშები, ერთი წარბიდან გავიკეთოთ ორი წარბი, უფრო ლამაზები და მიმზიდველები ვიყოთ. რაც შეეხება მამაკაცებს, იყვნენ ინდივიდუალურები, ასევე ქალებიც, რომ წარმოაჩინონ თავიანთი ლამაზი სხეულის ნაწილები. აი, ესე ლამაზად რო გამოიყურებოდეთ ყოველ დღიურობაში თუ არა, თვეში ერთხელ მაინც. ესე მე ყოველ დღიურად ვცდილობ. ხო, იქნება ძალიან მაგარი ჩვენთვის. თბილის პეკინის გამზირზე კიდევ ერთი დემოკრატიულ ფასებიანი ფეხსაცმელების მაღაზია Uno Shoes შეემატა.
ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, თუმცა მოახერხებ ფეხსაცმელების შეძენას. ამბობენ, სწორად შერჩეული ფეხსაცმელები ბედნიერების ტოლფასია. რამდენი გოგონა და არა მხოლოდ გოგონა გაბედნიერდება სწორედ ამ წუთებში, როდესაც შეიტყობს, რომ თბილისის პეკინის 19 ნომერში ფეხსაცმელების მაღაზია UNO Shoes-ი შეემატა. UNO Shoes ვეწვიე დღეს და მართლაც დაუჯერებელ ადგილას მოვხვდი თბილისში. აქ ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო ფეხსაცმელების დემოკრატიულმა ფასებმა და რაც მთავარია, დემოკრატიულ ფასებთან ერთად უახლესი მოდელები, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით და რაც ყველაზე მთავარია, ფასთან შეფარდებით ხარისხიანი პროდუქცია. აი ეს ალბათ სწორედ ეს გვაკლდა თბილისელ მომხმარებლებს და ესეც უკვე გაიხსნა. UNO Shoes-ის სამყარო განსაკუთრებით მაშინ გაგაბედნიერებთ, როდესაც შეიტყობთ, რომ ევროპული ხარისხის, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები, აქსესუარები წარმოდგენილია დაუჯერებელ ფასად. მაღაზიაში ფეხსაცმელების ფასი 30 ლარიდან იწყება. მაღაზიაში ჩემი ყურადღება მაშინვე მოხვედრისთანავე მიიპყრო ესეთი მეტალის ეფექტით გაფორმებულმა ფეხსაცმლის ქუსლმა, რომელიც უკვე რამდენიმე სეზონი აქტუალობას არ კარგავს და მსგავსი ფეხსაცმელი შეგიძლიათ იაროთ როგორც ყოველდღიურად, ასევე ნებისმიერი წვეულების ლუკის საბოლოო შტრიხათაც კი აქციოდ და დაუჯერებელია მართლაც ხარისხი და ფასთა შეფარდება. სულ რაღაც 40 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული მოდელის ფეხსაცმელი. სეზონზე ასევე აქტუალურია ლუფერის წინა, ისე ვთქვათ, დეტალით გაფორმებული ფეხსაცმელები, შექმნილი ფეხსაცმელები და სწორედ აღნიშნული მოდელის ფეხსაცმელებია წარმოდგენილი UNO Shoes-ის მაღაზიაში. UNO Shoes-ის მაღაზიაში ასევე რა თქმა უნდა წარმოდგენილია ფეხსაცმელებთან ერთად ჩანთის მოდელებიც. Louis Vuitton-ის და Dolce-ებს და იმებს რო ექსტრა ქუსლი მოყვება, სწორედ ასეთები აღმოვაჩინე. აღნიშნული შუზის მოდელი კი წლევანდელ სეზონზე must have გარდირობის დეტალად ითვლება და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სულ რაღაც 48 ლარად გოგონებო იჩქარეთ. მართლაც რომ UNO Shoes-ში დამხვდა დემოკრატიული ფასები და უახლესი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი კოლექცია. ძლიერის კესის წარმომადგენლებო UNO Shoes-ი თქვენზე ზრუნავს.
განსაკუთრებით ბიჭებს გეტყვით, რომ წლევანდელ სეზონზე მოდიდან არც არასდროს გასულა, თუმცა იყო რომ იყო ზოლიანი წინდების შემდეგ კუბოკრული წელს ამ შემთხვევაში შეზღუდული არ ხართ და ნებისმიერი პრინტიანი წინდები შეგიძლიათ შეიძინოთ, ჩაიცვათ ამ ფეხსაცმელთან ერთად და ააწყოთ high street fashion look-ი. მე რომ სკოლის ასაკში ყოფილიყავი, ახლა სიამოვნებით მოვიყვანდი დედაჩემს და ვაყიდინებდი ესეთ ლამას და ფერად საფულეს. და თან აღნიშნული საფულის ფასი არის სულ რაღაც 5 ლარი. დედიკოება მოიყვანეთ თქვენი პატარები და შეუძინეთ ესეთი ლამაზი საფულეები. მოკლედ, რა შემიძლია გითხრათ Uno shoes-ის შესახებ? მე თავიდან ბოლომდე უბრალოდ მარტივად იმას გეტყვით, რომ მოხიბლული ვარ. მომეწონა შოურუმი, წარმოდგენილი კოლექცია, ფასები დემოკრატიული ხარისხი, საკმაოდ კარგი, დახვეწილი მოდელები, უახლოესი ტენდენციების გათვალისწინებით. მოკლედ, დროა დაგეგმოთ სასიამოვნო შოპინგი Uno shoes-თან ერთად პეკინის 19 ნომერში. დროა ჩაინიშნოთ მისამართი პეკინის 19 ნომერი და დაგეგმოთ შოპინგი Uno shoes-თან ერთად, რადგანაც ეს სწორედ ის ადგილია, სადაც აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფეხსაცმელებს, რომელიც მეგზურობას გაგიწევთ ნებისმიერ სიტუაციაში.